ესეთი აზრი მოვიდა, რომ განვიხილოთ ქრისტიანის ცხოვრების ერთი დღე. აი, როგორ უნდა იწყებოდეს, როგორ უნდა ვითარდებოდეს ის დღე და როგორ უნდა მთავრდებოდეს. ხო, აი, მოდი, ერთად თქო, მე როგორც გითხარით, ამაზე არ მიფიქრია, რამე არ ჩამომიყალიბებია, უბრალოდ ერთად ვიფიქროთ ამ საკითხზე, აი, რა უკეთესი იქნება, ვიმსჯელოთ, ესე იგი რა. ქრისტიანის ერთი დღე, ესე დავარქვათ. და მოდი ვთქვათ, როგორ უნდა იწყებოდეს ქრისტიანის დღე. აი, დავუშვათ გათენდა დილა. ბარბარე, მოდი, ამათ კი დაჭირდებათ, რომ მან ხმა ისმოდეს. როგორ უნდა იწყებოდეს ქრისტიანის ერთი დღე. სულაც რა ქენი, იცი? როგორც გადაცემის დროს გქონდა, ისე მიაკარი, ხო? და უფრო კარგი გამოვიდეს იქნება. ეს ჩოქოთა. ხო, თავისთავად. აბა ლიზას მიუტანე მიკროფონი. ქრისტიანის ერთი დღე დილით უნდა იწყებოდეს ლოცვით. აი, რომელ საათზე უნდა დგებოდეს მაგალითად ქრისტიანი? ალბათ 8 საათზე. არა, დილით ხო არის 6 საათიანი ლოცვა. მოდი ესე ვთქვათ, არა, 6 საათიანი ლოცვა ყველას გაუჭირდება ყველაზე რომ განმაზოგადოთ ვერ ვიტყვით, მაგრამ მოდი ესე ვთქვათ, ერთი განსაზღვრება, რომ გვიან არ უნდა დგებოდეს. მომართალია, გვიან არ უნდა დგებოდეს. ეხლა ვიღაცისთვის 8 საათი შეიძლება მისაღებია, ვიღაცისთვის ასაკიდან გამომდინარე. ვიღაცა შეიძლება 7-ზე უნდა დგებოდეს, ვიღაც შეიძლება 9:30-ზე, ხაი ბაღის ბავშვები რო ყვანან აქ, შეიძლება ის 9:30-ზე დგებოდეს, 9-ზე დგებოდეს, სიტყვაზე ვამბობ, ხო, აი ვინც სტუდენტია, ის 9-ზე ვერ ადგება, სკოლის მოსწავლე ვერ ადგება 9-ზე. მაგრამ ყოველ შემთხვევაში გვიან არ უნდა დგებოდეს. და იმისათვის რომ გვიან არ დგებოდეს, ცოტა ადრე უნდა იძინებდეს. მომართალია. სხვანაირად დასვენებული ვერ ადგება. თუ დაღლილი ადგება, ის ვერ იქნება, ესე რომ ვთქვათ, აი პროდუქტიული ვერ იქნება. არ იქნება ის ძალა, რომ თავისი მოვალეობა ღვთისა თუ ადამიანების წინაშე შეასრულოს. ისეთი ძალისხმევით ამას ვერ გააკეთებს. კი ბატონო. არის ხოლმე შემთხვევები, რომ ადამიანი რომ გაიღვიძებს და შეიძლება ითქვას არა იშვიათ, შეიძლება ჩვენ შორის ასე არ არის, ან ვინც ის იქნებ ჩვენ შორისაც. გაიღვიძებს თუ არა, იღებს ტელეფონს. და ჯერი ქათვალიერებს, აი სანამ ადგება, იღებს ტელეფონს და იმ 1000 გვარი ინფორმაციით იტვირთავს თავს. აი რამდენად სწორად მიგაჩნიათ ეს. და პირველ რიგში რას უნდა აკეთებდეს ადამიანი? პირველ რიგში რა ან ვინ უნდა ახსენდებოდეს ახალ გაღვიძებულ ადამიანს? აი მოდი ესე ვთქვათ. დავუშვათ პატარა ბავშვს წინა საღამოს მოუტანეს სათამაშო. რომ იღვიძებს პირველი რა ახსენდება? ის სათამაშო, ხომ რატო? იმიტომ რომ ის უყვარს. ახალია, უყვარს, მოსწონს. რომ იღვიძებს პირველი ის ახსენდება. და პირველი თუ ჩვენ ეს ტელეფონი გვახსენდება, ან სხვა რაიმე ესეთი ნივთი ან რაღაც. ესე იგი ჩვენი გული იმან მიიჯაჭვა. ეგ არ არის სწორი. არაფერმა არ უნდა მიიჯაჭვოს ჩვენი გული. პირველ რიგში რომ გაიღვიძებ, გახსოვთ პატრიარქი როგორ ამბობს, უნდა თქვა რომ მადლობა ღმერთო რომ გამითენდა კიდევ ერთი დღე. ღმერთი უნდა გაიხსენო და თქვა მადლობა ღმერთო. შემდეგ რას აკეთებ? აი გათენდა, გაიღვიძე და საწოლში წეხარ და ამბობ მადლობა ღმერთო რომ გათენდა. მერე რას აკეთებ? აი ზოგადად მოდი ჩვენი ცხოვრების ერთი დღე დავახასიათოთ. რას აკეთებ გუდაჭამე? ვდგებით და კბილებს ვისუფთავებთ. ვდგებით და კბილებს ვისუფთავებთ. კი ბატონო, ქრისტიანის ერთ-ერთი თვისება ესეც არის, რომ ჰიგიენაც უნდა დაიცვას, მოწესრიგებული უნდა იყოს, იმიტომ რომ ჩვენ ხო გვაქვს სხეული და გვაქვს სული. სხეულის მოვლა ბევრად იოლია ვიდრე სულისა და თუ ადამიანი სხეულს არ უვლის,
რა დასაჯერებელი იქნება, რომ ის უფრო რთულს, სულს მოულის. არა? რთული რა შემთხვევაში ვამბობ, სულის განწმენდა ბევრად უფრო რთულია, ვიდრე სხეულის. თორე სული მარტივია. მაგრამ ეს სულზე ზრუნვა, ეს არ არის მარტივი საქმე. კი ბატონო, აი მოიწეს რიგებ თავს პირს დაიბა, ნუ მანამდე ჩაიცვამ ალბათ ტანსაცმელს, არა, ესე ხო არიული აქეთ. მე რას ვაკეთებთ? მე რას უნდა აკეთებ? ჩვენ ვამბობთ ქრისტიანის ერთ დღეს. რას აკეთებს ქრისტიანი? ისე მანამდე მშობლებს არ ესალმება? პატრიარქმა როგორ თქვა, ნახეთ, მშობელთან უნდა მიხვიდე, თავი დაალოცინო, ხელზე უნდა ემთხვიო. ამ დროს ღმერთი დაგლოცავს. შენ რას აკეთებ? მარხას ვიცავ. ადგები თუ არა მარხვას იცავ. აი მარხვის დღე არ არის და ადგები თუ არა როგორ იცავ მარხვას? მე რას ვაკეთებ? რა უნდა ქნას ადამიანს? უნდა ილოცოს, არა? უნდა ხატების წინაშე წარდგეს და მადლობა უნდა უთხრას ღმერთს, ის დილის ლოცვა სწორედ ეს არის. მადლობს ღმერთს, რომ მშვიდობით გაუთენდა. გამოითხოვს ღვთისგან ლოცვა კურთხევას, რომ მშვიდობით გაგრძელდეს ის დღე. მერე მიდის სკოლაში. სკოლაში რა ხდება? სკოლაში ქრისტიანი ბავშვი უნდა ცდილობდეს არა იმას, რომ მაინც და მაინც თვითონ იყოს კარგად, არამედ უნდა ზრუნავდეს თავის თანაკლასელებზე. ახლა წარმოიდგინეთ, ჩვენი 20 თანაკლასელი თუ ყველა ერთმანეთზე ფიქრობს და ზრუნავს, როგორი ბედნიერება ეგეთ კლასში ყოფნა. ქრისტიანი ბავშვი სხვებს არ უნდა აბეზღებდეს, არ უნდა დასცინოდეს. თუ ვინმეს მოწყენილს ნახავს, უნდა გამოელაპარაკოს, მიზეზი კითხოს, დაამშვიდოს, ანუგეშოს. გესმით, აი ესე უნდა მოექცეს. და როდესაც ამას აკეთებს, ის თავად არის გახარებული, როდესაც სხვაზე ზრუნავს. ის კი არა, მოდი მარტო ჩემს თავზე ვიზრუნებ, მარტო მე თუ ცუდად ვარ, აი ესეთი რამე ხო გაგონიათ, ვერ მიგებენ, არ დამაფასეს, არ გაითვალისწინეს ჩემი და ასე შემდეგ. ეს ფიქრები ქრისტიანმა თავიდან უნდა ამოიგდოს. მე ვერ მიგებენ და მე არ დამაფასეს და მე არ გამითვალისწინეს კი არა. მე არ უნდა ვიყოს ხვის მიმართ ეგეთი. მე უნდა დავაფასო. სხვისგან არ უნდა მოველოდე ამას. პირიქით მე ჩემს თავს უნდა ვთხოვდე, რომ ხვის მიმართ ვიყო ეგეთი. და სხვა თუ არ არის ჩემს მიმართ ეგეთი, ეს მე ისევ საკუთარ თავს უნდა დავაბრალო. აი ესეთი ის არის, აი ზამთარში საბანს რო დაიფარებ, ცივ საბანს. თავიდან ცივია, მაგრამ მე შენ რომ ათბობ ამ საბანს, მე მთელი ღამე ის გათბობს, ხომ არ არის? ხო და ადამიანებთან ურთიერთობაც ეგრეა. ვერავის ვერაფერს ვერ მოსთხოვ. ჯერ შენ უნდა გაათბო ისინი და მე ისინი შენ გაგათბობენ. ჯერ შენ უნდა იყო მოსიყვარულე, ტკბილი, მიმტევებელი, დამდობი, სხვის მიმართ, გამგები, დამფასებელი და მე ისიც იქნება შენს მიმართ ესეთი. ისე რომ ჩვენ ტყუილად ნოვთხოვთ სხვას ნურაფერს. მეორე, თუ ვინმე რამე შევამჩნიათ, რომ ცუდად მოიქცა, კი არ უნდა დააბეზღვა. ის სკოლაში ხშირად ყოფილა ხოლმე, რომ მასწავლებელთან იმის გამო, რომ თავი გამოიჩინოს ვიღაცამ. აი რა მოტივი აქვს დავუშვათ ბავშვის აქციას, როდესაც ამბობს, რომ მასწავლებელო ვიღაც ჭამს. რა აქვს მიზანი ასეთ ბავშვს? რა აქვს შენი ასეთ მიზანი? აი ვინც აბეზღებს, რა აქვს მიზანი? აი ერთხელაც ესე მოხდა ჩემ დიახ. ჩემ კლასში, რომ ვიღაცა ბავშვი შეყარ კარგად ნაჭამი და ის მასწავლებელმა მესცანება რომ ეჭამა. არა, ჯერ არ დავნახია და ვიღაცა ბავშვმა დააბეზღა მას ჭამსო. ხო და მე იცი რას გეკითხები, სახელი რა ქვია? ნიტა. ნიტა.
მეც რას გიკითხე, ვინც დააბეზღა და თქვა მასწავლებელო ჭამსო. რა ქონდა მიზნად შენი აზრით? რატომ დააბეზღა? აი, მოდი ახლა ასე შეგეკითხებ. ვინც დააბეზღა? შენ იმ ბავშვის საქციელი მოგეწონა? არა. ხო და ის ბავშვი ზოგჯერ ცდილობს რომ მასწავლებელს სამით თავი მოაწონოს, რომ აი მასწავლებელო მე შენსკენ ვარ და ნახე ის აღმოვაჩინე რომ ჭამს და ნახე გეუბნები. ამ ბავშვს უნდა რომ მასწავლებელს სამით თავი მოაწონოს, მაგრამ მასწავლებელს სამით თავს ვერ მოაწონოს. ან მეორე შემთხვევა შეიძლება იმ ბავშვის მიმართ ვინც ჭამს ცუდი განწყობა აქვს და უნდა რომ დააბეზღოს და ამითი ცუდი საქმე გაუკეთოს, ანუ საბოლოო ჯამში უბოროტოს. და ის ვინც აბეზღებს, ის არც ერთ შემთხვევაში კარგად არ იქცევა. გესმით რაზე ლაპარაკი? კარგი დავძან. და ასე რომ აი შეიძლება ადამიანს მართლა ჭია და ჭამს მე. შეიძლება არ იქცევა ის სწორად, ჯობია მასწავლებელს კითხოს, მასწავლებელო თუ შეიძლება რომ სხვადასხვა ამას წინათ იყო ესეთი შემთხვევა, მე მოგიყევით კიდეც. ძალიან კარგი შემთხვევა იყო. ერთ ბავშვს რაღაცა წვენი ჰქონდა და წავართვი. გამოვართვი რომ ესე და ეხა იმ წვენის სახელს არ ვასახელებ, იმიტომ რომ ამას წინათ იყო და მერე რეკლამას უკეთებს რაღაცას. ვისაც როგორ აფარია ისე მსჯელობს, ეხა ეს თავისი პრობლემა, მე გულში არაფერი არ მქონდა, მაგრამ ზოგს ცოტა ვერაფარია ეთყობა და ვერ ამსჯელობს ისე როგორც საჭირო. ნუ ყველა თავისი სათვალით უყურებს და ესე რაღაცა წვენი გამოვართვი, მეთქი, ახლა გაკვეთილზე არ შეიძლება მაგის დალეო, თან თამაშობდა იქ რაღაცა. მერე მეუბნება, მე ერთ ბავშვს უნდა და გასვლა წყალზე და მე არ უშვებ ხოლმე. და ეს მეუბნება, თუ შეიძლება მასო ჩემი წვენი რომ დამიბრუნოთო და მე უთხარი, საბა ერქვა იმ ბავშვთან. ეხლა მეთქი შენ რომ დაგიბრუნო ეგ წვენი. სხვა წყალიც არ აქვს, ბოთლით ხო გაქვთ ხოლმე წყალი, ხო მიგოქვთ თერმოსი გაქვთ თუ ბოთლი გაქვთ და სხვას უფრო მოუნდება მეთქი და თან ხო იცი რომ გაკვეთილიდან გარეთ არ უშვებ, ეუბნები, ვისაც ბოთლი აქვე გაქვთ დალიეთ და მე სხვას უფრო მოუნდება მეთქი და მოდი არ მოგცე მეთქი და კარგიო, ნუ რა ექნა, იძულებული იყო რომ კარგიო ეთქვა, მაგრამ მე ჩავთვალე რომ რაღაცა გადავწყვიტო მის მაგივრად, მოდი თვითონ გადაწყვიტოს რომ არ უნდა და მადლი თვითონ მიიღოს მეთქი. მერე მივედი და უთხარი, საბა, მე თუ გინდა დაგიბრუნებ ამ ბოთლს მეთქი, მაგრამ უბრალოდ ხებს მოუნდებათ მეთქი და შეიძლება უფრო მეტად გაუჭირდეთ გაძლება გაკვეთილზე და შენ როგორც გინდა მეთქი და თუ მოითმენ, ამითი მათ დიდ სარგებლოს მოუტან მეთქი და მაშინ თქვა საბამ რომ კარგიო მოვითმენ. ხო და აი ეს მოთმენა უფრო მეტია ბავშვებო, ვიდრე ის რომ რაღაც დალიო და შენ ისიამოვნო. აი ეს ტყუილად კი არ დავწერე, ნახეთ შეხედეთ. ჩვენ ცხოვრებაში ბევრი რამე შედგება აი ამ ორი რაღაცისგან. რა არის საჭირო და რა არის სასიამოვნო. ჩვენ ძალიან ხშირად გვიწევს ამ ორ შორის არჩევანის გაკეთება. აი ხა რომ გადავალთ იმაზე სკოლიდან რომ დავბრუნდებით, ახლა ჯერ ხო ჩვენ სკოლაში ვართ, იქაო სიტუაციას განვიხილოთ. სკოლიდან რომ დავბრუნდებით, იქაც აღმოვაჩენთ, რომ საჭიროსა და სასიამოვნოს შორის არჩევანის წინაშე დავდგებით. ხო და მერე გავარკვევთ, ამ შემთხვევაში რა გააკეთა საბამ, რომელი აირჩია? საჭირო აირჩია. გესმით? და არა სასიამოვნო. იმიტომ რომ საჭიროს არჩევით შენ მადლს იღებ და ეს მადლი გახარებს. და სასიამოვნოს არჩევით შენ სხეულს ასიამოვნებ, მაგრამ ესე მადლს ვერ იღებ. ანუ შენ დაკარგე, აი ამ შემთხვევაში ამბობ, სასიამოვნოს არჩევით შენ დაკარგე შესაძლებლობა მადლი მიგეღო და გაგეხარა ამით. თუმცა ზოგჯერ არის ისიც, რომ საჭირო და სასიამოვნო ერთიანდება. არის რაღაცა საქმე, აი სიტყვაზე ვამბობ, გავუშვათ, უნდა გაისეირნო მეგობრებთან თუ შვილებთან თუ მეუღლესთან ერთად, სადმე სუფთა ჰაერზე პარკში გაისეირნო. ეს საჭიროც არის რომ ერთად ხართ და თან სასიამოვნო. ასეთი რამეებიც ხდება. ნუ მოკლედ ამ საბამ გადაწყვიტა რომ ეს არა იყო და არ დაელია და ეგ უკვე მისი მადლი იყო, ეგ უკვე ჩემი გადაწყვეტილება აღარია. კიდე თქვენ რა სიტყვით, აი სკოლაში კიდე რა არის ხოლმე ისეთი დამახასიათებელი. ზოგჯერ არის რომ
რომელიღაც ბავშვს საკვები არ აქვს, ჩვენ გვაქვს და სხვას არ აქვს. იქაც მარტო შენს თავზე არ უნდა იფიქრო. კიდე რაზე უნდა ვიფიქროთ? აქ ახლა ერთი შეკითხვა ასეთი იყო, რომ სკოლის დაწყებაზე ვისაუბროთ და მოდი ბარემ სკოლაზეც ვისაუბროთ და ჩვენგან უკვე ადრეც თქმული კიდევ ერთხელ გავიხსენოთ. ჩვენი დამოკიდებულება მასწავლებელთან. აი მაგალითად თქვენი რომელიმე მშობელი მასწავლებელი არის? აი გიორგის მშობელი არის მასწავლებელი. ანასტასიას მშობელია მასწავლებელი, ლიზას მშობელია მასწავლებელი. აი მე ხა თქვენ გეკითხებით. თქვენ გაგეხარდებათ რომ დედა სახში განერიულებული მოვიდეს იმის გამო რომ იქ მასწავლებლები უღირსად მოიქცნენ? გაგეხარდებათ? ხო და ვიცი რატო ვამბობ? ჩვენ თითოეულ მასწავლებელში პირველ რიგში, აი ყველაზე ძვირფასი ხო ვინ არის ჩვენთვის დედა ხო? თითოეულ მასწავლებელში იქ დედა უნდა დაინახო. ის კი არა ეს ამის მასწავლებელია, ჯერ სანამ ის საგნის მასწავლებელია, ჯერ არის ადამიანი, ჯერ არის დედა, ჯერ არის მანდილოსანი. არის ჩვენთვის უფროსი ადამიანი, უბრალოდ ყველაფერს რომ თავი დაანებო, გესმით? ესე უნდა შეხედო. ის ვიღაცის დედა, ის რომ შენს გამო გაღიზიანებული წავა სახში, თავის შვილებს მოეწონებათ? არ მოეწონებათ. არ ურჩევნიათ შვილებს რომ გახარებული დედა მივიდეს, აი დამშვიდებული დედა მივიდეს, არ ურჩევნიათ. მეორე მხრივ მასწავლებელიც უნდა ფიქრობდეს ამას, რომ ის ბავშვები თავისი მოსწავლეები, ესენიც შვილები არიან. ესენი მოსწავლეები კი არ არიან მარტო, ესენი შვილები არიან. და როგორც უნდა რომ მასწავლებელს, როგორც უნდა რომ მისი შვილი გახარებული დაბრუნდეს სკოლიდან, ასევე მანაც თავისი მოსწავლეები გახარებულები უნდა გაუშვას თავის მშობლებთან. ეგრე არ არის, გახარებულები უნდა გაუშვას. აი, ზოგჯერ ყოფილა ხოლმე რომ მოსწავლე აი რაღაც უსამართლობას გადააწყდება. ჩვენ ერთი გადაცემა კიდევაც გავაკეთეთ მოსწავლისა და მასწავლებლის ურთიერთობაზე და ბავშვები აქ ხშირად აღნიშნავდნენ, რომ ჩვენ არ მოგწონს მასწავლებელი, რომელიც უსამართლოდ გვექცევა. სიმკაცრეზე არ იყო აქ აქცენტი გაკეთებული. სიმკაცრე ძალიან კარგია თავისი დოზით და თავის ადგილზე. აქ გაკეთებული იყო აქცენტი უსამართლობაზე, რომ მასწავლებელი უსამართლოდ გვეპყრობა. მასწავლებელი ბავშვებს არჩევს. ეს საშინელი რამეა, როგორც დედამ არ უნდა გაარჩიოს ბავშვები, ისე მასწავლებელმა არ უნდა გაარჩიოს, ხო და აი ამას რო აწყდებიან ბავშვები, თვითონაც გულნატკენები არიან. ისე რომ მასწავლებელმაც ეს უნდა გაითვალისწინოს. მაგრამ ჩვენ რადგან მოსწავლებლები, ჩვენი მხრიდან ის უნდა გავითვალისწინოთ, რომ ის არის დედა. ის არის მანდილოსანი, ადამიანია, უფროსია და ასე შემდეგ. გავაგრძელოთ. დავბრუნდით სკოლიდან და დადგა საკითხი, საჭირო თუ სასიამოვნო. რა შეიძლება იყოს საჭირო და რა შეიძლება იყოს სასიამოვნო? რა? საჭიროა გაკვეთილების სწავლა და სასიამოვნოა თამაში. ეხლა ნახეთ რა შეასაკ. თუ ჩვენ ავირჩევთ სასიამოვნოს, ეს სასიამოვნო, ამ სასიამოვნოს გემოს უკარგავს საჭიროს არ გაკეთება. გესმით? ის საჭირო რომ გაკეთებული არ გაქვს, გაკვეთილები მომზადებული რო არ გაქვს, ისე ვერ ხალისობ, ვერ ერთობ. იმიტომ რომ ის გონებაში ტვირთად გაწევს, რომ 13 სადინაც გრჩება. არ ვიცი, მე ესე ვიყავი პატარაობაში. მაგრამ ეხლა მოდი პირიქით თქვათ, თუ ჩვენ ავირჩევთ გოგოებო, მოდი შენ აქეთ გადმოწექი. თორე მან მოკლედ ჩართვა ხდება. თუ ჩვენ ავირჩევთ საჭიროს, თუ ჩვენ ავირჩევთ საჭიროს, აი ამ საჭიროს გაკეთებისასვე და მით უმეტეს ბოლოს ჩვენ უკვე სიხარული გვაქვს და მაშინ ეს სასიამოვნო უკვე საჭირო ხდება. გესმით? ანუ ის გართობაც საჭიროა თავის ადგილზე, ბავშვისთვის გართობაც საჭიროა, ესეც უნდა ჰქონდეს. ამიტომ ეხლა ნახე რა. ამ დროსაც მადლს იღებ, რომ საჭირო გააკეთე ამ შემთხვევაში გაკვეთილების მომზადება. მე ეს სასიამოვნოს უკვე საჭირო ხდება და აქაც მადლს იღებ, რომ თამაშობ.
არც ზედმეტი ის არ ვარგა რომ გაკვეთილები იმეცადნო და თავი არ ასწიო იქიდან და არც თლად ეს არ ვარგა. გახსოვთ ერთ-ერთი საკვირაოს დროს ჩვენ ვისაუბრეთ თადარიგი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვა. ეხლა კიდე ერთხელ უნდა დავწერო. თადარიგი. თადარიგი ისეთი რამეა, რომ ცხოვრების ყველა სფეროს, ყველა კუთხე კუნძულს ეხება ჩვენი ცხოვრებისა. თუ თადარიგი არ დაიცავ, შეიძლება ყველაფერი გქონდეს, მაგრამ არა იმ დროს და ისე, როგორც ეს საჭირო. გესმით, აი, თადარიგი უნდა დაიჭირო და თუ თადარიგს დაიჭერ, ყველაფერი ზომიერად და თავის დროზე იქნება. აქაც ესე. აი უბრალოდ დააკვირდით თქვენ ცხოვრებაში, თუ რამე კარგად არ ხდება, შეხედეთ, თადარიგი იქნა დაჭერილი თუ არა, წინასწარ თადარიგი იქნა თუ არა დაჭერილი. და მიხვდებით, რომ იმ მომენტში რაღაცა არ იყო სწორად. ვიმეცადინეთ, ვითამაშეთ. მოვიდა საღამო. რას აკეთებს ადამიანი? თან კიდევ რა, იმ დილის ლოცვასთან ერთად ადამიანი ყოველდღიურად სახარებას უნდა კითხულობდეს. ჩვენ ხო ამბობთ, რომ ქრისტიანის ერთ დღეზე ვლაპარაკობთ. ქრისტიანი თუ ქრისტეს ცხოვრებას არ ეცნობა, მაშინ ვერც გაიგებს რაში მიბაძოს ქრისტეს. ახლა თქვენ წარმოიდგინეთ, ხო ყოფილა რომ აი მაგალითად ამა თუ იმ მსახიობს ფეხბურთელს თუ მოჭიდავეს თუ კალათბურთელს გინდა რომ მიბაძო, რა სფეროშიც ხარ. მაგრამ როგორ მიბაძავ? თუ ან მომღერალს, როგორ მიბაძავ? თუ მისი ნამღერი არ მოგისმენია, თუ მისი ასპარეზობა არ გინახავს, თუ მისი ცეკვა არ გინახავს, თუ სამსახიობოს შესრულებული რაღაცა როლი. როგორ მიბაძავ? ხო, თუ არ გინახია, ხო ვერ მიბაძავ. ჩვენ ქრისტე ხორციელი თვალით ხომ არც ერთს არ გვინახია. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია იმ სახარებისეულ საკითხებში ქრისტე დავინახოთ, მისი სული დავინახოთ, ჩვენი სულიერი თვალებით და ჩვენ შეგვეძლება რომ მივბაძოთ. და თუ ადამიანი სახარებას არ კითხულობს, არ იცის ქრისტე როგორია და ვერ მიბაძავს. ამიტომაც აი ჩვენ ყოველდღიურად ცოტ-ცოტას, მაგრამ უნდა ვკითხულობდეს. წარმოიდგინეთ, ერთი კვირა რო საჭმელი არ ჭამოს ადამიანმა, ხო გამოიფიტება, ხო დასუსტდება. ჩვენ სულსაც საკვები ჭირდება. ის ლოცვაც, ის სახარების კითხვა, ის წმინდა მამათა ნაწერების კითხვა ადამიანს სულიერად დააპურებს და მას შეიძლება რომ ქრისტეს მიბაძოს. მოვიდა საღამო. აი მთელი დღე რო გავიდა, ხო შეუძლებელია რომ ადამიანს არ შეეცოდა რაღაცით. არა არის კაცი რომელიც ცხონდეს და არა სცოდოს. არ არის ადამიანი თუნდაც ერთი დღე იცხოვროს და არ შესწოდოს. ამიტომ დღის ბოლოს რა ხდება ნახეთ. დღის ბოლოს უნდა დაფიქრდეს ადამიანი თავის ცოდებზე. სად რა ვერ გააკეთა ისე როგორც სახარებისეული მცნებები გვეუბნება ჩვენ. და უნდა შეინანოს. შეიძლება იმ საღამოს მოძღვარი ვერ ნახოს, მაგრამ აიღოს ფურცელი სიტყვაზე ვამბობ. და დაწეროს რომ დღეს ვიღაცას მოატყუა. ვიღაცას დასცინა. ვიღაცის შეშურდა. აი ეს დავუშვათ დღის ბოლო მოვიდა. ვიღაცისთვის რაღაცა დაენანა, თუ დაეზარა რაღაც გაეკეთებინა. ეს დღის ბოლოს უკვე შენ რაც შესწოდე იცი. მერე მეორე დღის ბოლოს, მესამე და ესე შენ საკუთარ თავს აკონტროლებ. და უკვე კვირის ბოლოს თუ რამდენ ხანში ერთხელაც ამბობთ აღსარებას, უკვე გეცოდინება შენ რა შესწოდე და რა უნდა შეინანო. სამწუხაროდ ხდება ზოგჯერ ესეთ რაც არასწორია, რომ ადამიანი აღსარებას მაშინ წერს, როცა იმ მოძღვარს დაინახავს და მაშინ უნდა ჩააბაროს აღსარება. ეგ არასწორია. ეგ ნიშნავს, რომ ძალიან ზედაპირულად და ზერელეთ ეკიდება ადამიანი აღსარების საკითხს. აი როგორც მე ვამბობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყოველდღიურად შენი თავი აკონტროლო. მერე საღამოს სანამ დაწვევი ილოცო და დაწვე და დაიძინო. იმიტომ რომ აი ამ ძილსაც შეუძლია რომ შენი სულიერი და ხორციელი სიმხნევე აღადგინოს. ჩვენ თუ დავწვევით და ტელეფონში რაღაცებს უყურებთ, ის ჩვენ გვაფხიზლებს, ჩვენ ფსიქიკას აზიანებს.
ჯობია დროულად დაიძინო. ეს დროულად დაძინება ნიშნავს იმას, რომ მეორე დღეს ღმერთსაც, შენს ოჯახსაც, შენს სამშობლოსაც უკეთესად უერთგულებ, იმიტომ რომ უფრო მხნეთ ადგები. ჯობია გვიან ღამით არ ჭამოს ადამიანმა, ცოტა ადრე ჭამოს და ზომიერება გამოიჩინოს ამაშიც. და ესე ნელ-ნელა ადამიანი თუ ყოველდღიურად ესე ცხოვრობს, ნელ-ნელა ის ქრისტეს დაემსგავსება და იქნება ქრისტიანი. ძალიან გადაგღალეთ მონოლოგი.